იგი გვაქვს მოცემული ჩაჯდომა გემის ცხვირზე არის 8.5, ჩაჯდომა კიჩოზე არის 10, ანუ დრაფტი გვაქვს 10 და 8.5. ამის საფუძველზე პირველი, რასაც გამოთვლით, არის გემის დიფერენტი, ანუ ტრიმი. ესე იგი 10 უნდა გამოვაკლოთ 8.5, რეალურად კიჩოზე უარყოფითია ჩაჯდომა, უარყოფითი ნიშნით აღინიშნება ცხვირზე დადებითით, ანუ -10 პლუს 8.5. იქნება -1.5, ანუ დიფერენტი არის უარყოფითი. პირველი რაც გავიგეთ იყო დიფერენტი, შემდეგი არის ანუ corrected alage. Corrected alage, ანუ გამოითვლება observe alage-ს გამოკლებული UTI-სა და combing-ის ჯამით, ანუ 284-ს გამოვაკლებთ, ანუ თვითონ ხელსაწყოს სიგრძისა და სარკმლის სიგრძის ჯამი. ანუ იქნება 207 სანტიმეტრი. ანუ თუ ვიცით ტრიმი, დიფერენტი და corrected alage, მაშინ შეიძლება გამოვთვალოთ corrected volume, ანუ corrected volume, ანუ ცხრილში უნდა შევიდეთ. პირველი რაც გავიგეთ იყო ტრიმი და ანუ corrected alage გქონდა 207. 207 არის 206-სა და 208-ს შორის, ანუ საშუალოა ზუსტად. ანუ გადავდივართ 206-დან 1.5 დიფერენტზე და ანუ ამ ორ ციფრს შორის საშუალოს პოვლობთ, ანუ 206-სა და 208-ს შორის. ეს არის 206-ის, ეს არის 208-ის. ანუ გადავიტანთ ფურცელზე 2871 და 7. 871 და 7. ესე იგი პლუს 287.5 შეფარდებული 2-თან, ანუ ვიპოვით საშუალოს 2,8, 7, 3 და 35. შემდეგ ანუ თუ corrected volume ვიცით, ანუ ჯერ ტოვებთ ამ ციფრს, შემდეგ ვიგებთ ანუ corrected density. Corrected density, ანუ შესწორებული სიმკვრივე ტვირთის, ანუ ვიცით თავდაპირველად ტვირთის სიმკვრივე იყო 0.872 15 გრადუსზე, ანუ 15 გრადუს ცელსიუსზე საწყისი, ანუ სიმკვრივე იყო 872. ტემპერატურა გაიზარდა 38 გრადუსი გახდა, ანუ შეიცვალა 23 გრადუსით. ტემპერატურის ცვლილება 1 გრადუსზე არის 0.0082. ტემპერატურის სიმკვრივის ცვლილება არის ეს ციფრი, ანუ 1 გრადუსზე. ანუ ჯამში რო გამოვთვალოთ corrected density, ესე იგი 0.872-ს 72-ს, ანუ ტემპერატურა თუ გაიზარდა სიმკვრივე შემცირდება, ანუ რეალურ სიმკვრივეს, ანუ 15 გრადუსის სიმკვრივეს გამოკლებული, იმიტომ რომ მცირდება, ვაკლებთ 38-ს მინუს 15 გამრავლებული, ანუ ტემპერატურის ცვლილების ფაქტორზე 0.0082. ანუ ცოტა გავამარტივოთ 0.872 მინუს 23-ჯერ 0.872
12 ტოლი იქნება ანუ ეს ცხელი აღარ გჭირდება ესე იგი ანუ ეს კალკულატორით შეიძლება გამოთვალო ბევრი რო არ იწვალო შემდეგ ანუ დავადგინეთ corrected density ანუ ყველაზე მთავარი ფაქტორი ის არის რომ უნდა გავითვალისწინოთ ტემპერატურა იმატებს თუ იკლებს ტემპერატურის გაზრდის შემთხვევაში სიმკვრივე მცირდება ტემპერატურა თუ შემცირდება ანუ 15 გრადუსიდან დაეცემა დაბლა მაშინ სიმკვრივე გაიზრდება ანუ შესაბამისად ანუ 0.872-ს ან გამოვაკლებთ ან დავამატებთ მოცემულ ციფრებს ანუ corrected density თუ დავადგინეთ ანუ ვიცით ტვირთის მოცემული სიმკვრივე corrected density და ვიცით ტვირთის მოცემული მოცულობა ანუ ამ მომენტში შესაბამისად ამ ორი მოცულობით მასის გარკვევა შეგვიძლია უდრის ანუ 2863.35 corrected volumes გავამრავლებთ 0.85 corrected density-ს და ჯამში გვექნება ესეც კალკულატორით მორჩა ანუ დავადგინეთ ტვირთის რეალური მასა ამ მომენტში